სიყვარულით მოგესალმებით, დიდხანს თავს არ შეგაწყენთ, ჩემმა პატარა შვილიშვილმა, ირმა გიგანმა, მითხრა მაინც და მაინც ეს პატარა ლექსი წაიკითხო. კი ბატონო, უჯერებ. თუ გსურს ქვეყნად სიყვარული დავნერგოთ, თუ გსურს ზურგი შევაქციოთ ჩარჩობას 30 დავრეკოთ საწყალ ბავშვებს, დაუბრუნოთ ბავშვობა. ძალიან უყვარდა ერთად თეატრში კონცერტზე და ძალიან ხშირად ან თაკოს თხოვდა, ან მე და მივყვებოდით ხოლმე და თეატრში ძალიან უყვარდა ერთად დროის გადარება. მერე უფალს იმას თქო გადავიქცე ირმადო გადავიქცე ირმადო მე ვარ ირმა გიგანი, პიანისტი. მოთახშე შემოვდივარ, რა თქმა უნდა, მოგონებისთვის შემოვდივარ პირველ რიგში, იმიტომ რომ აი ეს ენერგეტიკა, რომელსაც მე ეძებ, რომელიც გაკლია, რომელიც გარჩეს აღარ შეგიძლია, ამან შეჩვევა იცის. ეს თუ გაიცანი, თუ შეიგრძენი, მე ვეღარ ეგუები, რომ აღარ იყოს. ჩვენ ახლა ვართ ჯანსუღის სახლში, რომელიც არის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადგილი. ჩემთვის პირადად, რა ვიცი, აქ ძალიან ძვირფასი მთავარი მოგონებები მაკავშირებს. საერთოდ ეს ოთახი არის ზუსტად ისევე დატოვებული, როგორც ბოლო დღეს მისი სიცოცხლისა და ძალიან უყვარდა აქ ძალიან ხშირად ყოფნა. არ უყვარდა თუ სიტყვა გაიქცეოდა, რაც გაუელვებდა ხოლმე თავში, ის აუცილებლად უნდა ჩაეწერა. ელვასავით მოვიდო და შეიძლება დილის 4 საათზე. მე რა შილია ხალხნა. როცა დაიწყებს წყაროს საუბარს, მზეს რომ მისვდება ირმის ბღავილი, შემოასკდება როცა ალუბალს, მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი, როცა კვირტები აფეთქდებიან, როცა სიმღერას იტყვის სასურველს, როცა ირმები დაფეთდებიან მზეს შეხედავენ რქებში ჩაწურვილს. ძალიან ეტყობა ამ ოთახის ენერგეტიკას, მისი ენერგეტიკა. მე და დედა ვიხსენებ ხოლმე, ხშირად გვისაუბრია, ოთახში რომ შემოდიოდა ხოლმე, ერთი ადამიანი არ შემოდიოდა, 10-ის ენერგია ქონდა. ძალიან დიდ შემოქმედს ახასიათებს მსგავსი ენერგეტიკა. სხვა შორის მე მეცადინეობდი ხოლმე და არ უშლიდი ხელს, საერთოდ და ხმაური არ უშლიდა ხოლმე ხელს. მისი კონცენტრაცია იყო, მისი კოსმოსი იყო ეს აქ ყოფნა. მხოლოდ ადამიანი კი არ გინატრება, რომ აღარ არის. მისი შემოქმედებიდან გამომდინარე გენატრება ის აურა. თან მიდის, მაგრამ თან შეჩერებულია დრო ამ ოთახში, იმიტომ რომ დატოვა ეს თავისი დრო, რომელიც უძლებს დროს. სანამ მე დავიბადებოდი, ამას რო ვიხსენებ, სანამ მე დავიბადებოდი. ხო, აი რა უნდა ვიცოდე ხა მანამდე ალბათ, მაგრამ მე მჯერა რომ ძალიან მესმოდა ძალიან ბევრი მუსიკა სახლში. ესე იყო. 96-ში დავიბადე და ძალიან რთული პერიოდი იყო ძალიან და შუქი რომ მიდიოდა, ჩარკვიანების სახლი მაინც ძალიან ნათელი იყო. ხუთი წლის ვიყავრო, შევედი სკოლაში. მე ძალიან ვეტრფოდი ამ საოცარ ქმნილებას. და როგორც ვიცი, პირველად დავაწყო მამუკას სიმღერა, ბანით მოხდა წყობა სუფთად ძალიან და ნუ ესე იგი სმენა მქონდა კარგი რაღაცა. მე 5 წლის ვიყავი, რომ მქონდა პირველი სოლო კონცერტიც და
სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკარი ბახის კონცერტი და მახსოვს ძალიან კარგად და მახსოვს ბაჭია მქონდა თან კულისებში სცენის მიღმა და სათამაშო რომელსაც არ უშვებდი ხელს და მამა ჩემი ამბობდა რომ ეხა ამ ბავშვმა რო გითხრას რომ აღარ მინდა გასვლოთ და მომეცით ჩემი ბაჭია წამიყვანეთ სახლში მე რა ვშვებითო იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი მაგრამ არ მქონდა არც ერთ წამი ეგ ფიქრი ძალიან მოკლედ მალე ვსწავლობდი პროგრამას და მე დაიწყო და აღარ შეჩერდა აი რატომ ვჩები საერთოდ აი ამ ძალიან რთულ პროფესიაში ხან მეც დავფიქრებულ ვარ რა გვინდა აი როგორ ძიმე პროფესია არის ხო ანუ მოიცავს ყველაფერს ფიზიკურს ფსიქოლოგიურს სულიერს ყოველ დღეს ცხოვრებას შენს ცხოვრებას ავსებ ამითი და რა არის ის რადგანაც იცი რომ აუცილებლად გიღირს ეს ჩემთვის ალბათ ის რომ აი ეს ძიების პროცესი მაინც არ არის ყოველთვის სცენაზე ყოფნა ერთი არის თითქოს ხო ის რაც 1 საათიანი შეიძლება 2 საათიანი შეიძლება 20 წუთიანი ის რჩება მაგრამ აი მანამდე პროცესი აქვს სანამ მიხვალ და შემდეგ არის ცხოვრება და არასოდეს არ მქონია ორჭოფობის მომენტი მინდა თუ არა რასაც ვაკეთებ რა თქმა უნდა ყოფილა ის რომ არ მქონია დღეები რომ არ შემიძლია დღეს მუშაობა არ შემიძლია მეცადინეობა იმიტომ რომ დისციპლინას მოითხოვს ძალიან და რეგულარულ რა თქმა უნდა აყოლას ტემპის ხო საკუთარის და არ გაქანახან უფლება უბრალოდ რომ შენს ხასიათს აყვე კონცერტამდე გზა და ის ბილიკი რასაც გადიხარ და იქ სანამ მიხვალ ადრენალინი და მე ამის მიღება იმ ბოლო წვეთის ადრენალინის კონცერტზე სცენაზე არის აი რა შევატარო დაახლოებით 315 სართულზე რო ახვიდე და იქიდან რო გადმოიხედო ხო ხშირად ოღონდ აი თან მეორეჯერაც რო გინდა მესამეჯერაც და სულ რო გინდა რომ 315 სართული იქიდან და გადმოიხედო კიდე ჩემში რა თქმა უნდა გარემომ დამიცვა მე ძალიან აი რომ ვამბობ ფიქრით კი შემიყვარდა მაგრამ ბიძგი მქონდა ეხლა ძალიან დიდი რა თქმა უნდა რომ შემყარებოდა ძალიან მადლიერი ვარ რომ ჩემი თქვათ დამოკიდებულება და აღფრთოვანება იყო არა ერთჯერადი არამედ დღის მანძილზე იყო ძალიან ბევრჯერ გიждდებოდი ნუ აი მაგალითად მახსოვს დედა ჩემს დავიჭერდი ხოლმე და აი ეს რამ დააწერინა ამ კომპოზიტორს ხო აი მართლა მე შეიძლება გაჩვენ არა ეს ტაქტი უნდა გაჩვენო ეხლა და კი დედიკო კი აბრა და დამიждდებოდი ხო აი ამას ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამ პროცესში რო ხარ და როცა აღიქვავ ის რა არის შენ რასაც აკეთებ ყველანაირი ცუდისგან და კარგის ხარ სიტყვას გულისხმობ შექება იქნება თუ ან კრიტიკა იქნება დაცული ხარ იმიტომ არ აკეთებ ამ შემთხვევაში რომ მხოლოდ ის არის შენ თავს კი არ იწონებ იმიტომ აკეთებ რომ გიждდები იმაზე რასაც აკეთებ და აღფრთოვანებული ხარ რომ ეს არსებობს საშემსრულებლო ხელოვნება რასაც ქვია რატო არის ესეთი დიდი იმიტომ რომ მოცემულ დროში აი ხა რაც არსებობს პიანისტს კიდევ ერთი დრო აქვს დაკვრის დროს რომელიც მხოლოდ იმ წამს იბადება და მხოლოდ ეს არის საოცრება იმ პროცესში დაკვრისას შენ შეგიძლია დაბადო კიდევ ერთი მუსიკალური დრო ეს არის ის იმპროვიზაციული განუმეორებელი შეგრძნება, რისთვისაც გიღირს რომ
წყალივით გჭირდება, კიდე უნდა შევიგრძნო ეს, იმიტომ რომ ეს არის ის პროცესი, იმპროვიზაციული პროცესი, რასაც ვერ გათვლი, იქ რომ იბადება. აი ეს არის საშემსრულებლო ხელოვნება. ჩვენი პროფესია და ჩვენი პროფესიისადმი ერთგულება და სიყვარული ჩვენ რასაც ვაკეთებთ, არ არის კავშირში კარიერასთან. ის მიზეზები, რატომაც შენ გადაწყვეტილებას იღებ, რომ იყო მუსიკაში, ეს არის შენ წყალი. და სხვათა ძალიან ბევრ რაც გადავაფასე კოვიდის დროს. ძალიან ბევრი კონცერტი გადაიდო და რაღაცა მივხვდი, რომ რაცა უნდა გადაიდოს და გადმოიდოს, ჩემი ნოტები და ბიბლიოთეკა მაქვს და გადმოვიღებ ამ ჩემ ბრამს და გავარჩევ და იგივენერად მიყვარებ. ანუ ეს არ არის რა იმასთან კავშირში. კარიერა ნიშნავს ჩემთვის იმას, რომ ხშირად ვიყო სცენაზე. მე ყოველთვის ვუკრავ იმ მუსიკას, რომელიც ძალიან მიყვარს. მე არ ვარ იმ ტიპის მუსიკოსი, რომელსაც შეუძლია იმაზე მუშაობა, რაც არ მოსწონს. ბრამსმა იცის ჩემი აზრით შეჩვევა ძალიან, იმიტომ რომ რაღაცნაირი წარმოუდგენელი სიღრმე აქვს ისეთი უნიკალური. ბრამსის სიღრმე საოცრად მიყვარს. ბახის გოლდბერგ ვარიაციები დაუკარი ხალხანს ბერლინის კონცერტჰაუსში და მოცული ვიყავი მთელი ზაფხული ბახის გოლდბერგ ვარიაციებით, რომელიც არის მთელი ცხოვრების პიესა. ანუ ეს არის ნაწარმოები, რომელიც უნიკალური არის უსასრულო შეგრძნებით, იმით რომ რაღაც თითქოს არ სრულდება მუშაობის პროცესი. დაკვრის დროს ფიქრი არ მოიცავს მხოლოდ იმ წამს, რომ მანამდეც მნიშვნელოვანია და მერეც მნიშვნელოვანია, ეს მახსოვს ძალიან კარგად ბავშვობაში და რატო აღნიშნავ ამას მადლიერი რატო ვარ. დედაჩემის თვალები მახსოვს, რომ მე დამინახა, რომ მეს ვიგრძენი. და ძალიან მადლიერი ვარ იმისი, რომ აბსოლუტური დასტური და თანხმობა იყო, რომ დაიჭირე კონდეს შენთან ახლოს. აი ეს შეგრძნება ძალიან მახსოვს. აქ მაგიდაზე ზუსტად ისე არის ყველაფერი, როგორც დატოვა. ამ არეულობაში თვითონ შეეძლო ყველაფრის პოვნა. საერთოდ მისი კრებულები არის ბევრი ილია ჭავჭავაძის კრებულია, შექსპირი და მისი ბევრი საყვარელი წიგნი. აქ სადღაც ვეფხისტყაოსანიც უნდა იდოს. ხო, აქ ხატარებდა ძალიან ხშირად ამ სავარდელში დროს და ძალიან ხშირად უყვარდა ხოლმე ექსპრომტად ლექსის მიძღვნა. აქ რომ მიჯდა, დაუკვირვები ვარ მის სევდას. აი ამ ენერგიულობაში და ამ ომახიანობაში და ამ შემართებაში, რაც ქონდა თავისი სევდის ფერი და ეს ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მუსიკა არ არსებობს ამის გარეშე და ამომავალი წერტილი არის ეს. ჩემი აზრით. პირველი ჩამოსხმა არის მერაბ ბერძენიშვილის ამ ქანდაკების და ჯანსუღ საჩუქა. აქ ჩემი ფოტო არის ბატონ ავნერ ბირონთან ერთად, საერთოდ უყვარდა ხოლმე ძალიან კარგი ამბის აღნიშვნა. ამობეჭდავდა ფოტოს, ჩასვავდა ჩარჩოში და დაკიდებდა ხოლმე და ეს თავისთვის ქონდა. აი ეს ძალიან საინტერესო ნახატი არის, ეს არის ჯანსუღის და ქვია მკვდარი მზე. აქ რა თქმა უნდა ძირითადად მამუკას დისკები გვაქვს და მათი ტანდემი საოცარი იყო ნამდვილად. თავისი დროა ყველაფერს ჩემო შემოდგომა უზამათარია. მამუკას წასვლამ გაგვანადგურა. ჯანსუღს ძალიან ჰქონდა მამუკას სევდის აღქმის უნარი, ისე როგორც შემდეგ პირიქით ამას ქვია ტანდემი ზუსტად შემოქმედებით. მამუკას რა თქმა უნდა მთავარი ინსპირაცია იყო
ჯანსუღის სიტყვა. და მე იბადებოდა ის საოცარი მუსიკა, რომელსაც ქმნიდა და დარჩა. საინტერესო ის არის, რომ ალბათ მარტივი ოჯახის წევრი არ მყავს. ანუ სიმარტივე მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა თუ რაღაც აი შემოქმედებითად ძალიან კონკრეტულად გასაგები მარტივი იყო რაღაც ღრმა შემოქმედებაში. ეს სიმარტივე კი, მაგრამ ხასიათის გულისხმობ ესეთი. რთული ხალხი ვართ. მაგრამ მიყვარს ეს ძალიან. რომ ჩვენ თავს ვიცავთ არავის თავს არ ვესხმით. მთელი ჩვენი ცხოვრება ამას ვემსახურებით. და სიცხვილი იმ პატარა სულის ადამიანებს, რომლებიც აი აქ არიან შემოგზავნილნი და ყოველ დღეს 3 და 4 კაცს ერთად იჭერენ. ჩვენ შემთხვევაში პოლიტიკაში ჩართულობა კი არ იყო. ამომავალი წერტილი არასოდეს ოჯახის წევრებს გულისხმობ. ინტერესი იყო უბრალოდ დამოუკიდებელი, თავისუფალი, ჯანმრთელი, ისეთი როგორი ღირსიც არის საქართველო რომ იყოს. ასე გითხრა შევარდნაძემ ტრიბუნაზე შემდგარმა, შეხვათ დედა მოგეწია თუ არ შეხვათ დედმამა. 1972 წელს აწერა ჰიმნი თავისუფლებას და კიდევ უფრო ადრე რწმენის კედელი პოემა 79 წელს თუ არ ვცდები. როცა საუბრობთ ჩვენ აი ელემენტარულ სიტყვაში შემოქმედებით თავისუფლებაზე და სიყვარულზე თავისუფლების მიმართ ის იწყება იდენტობიდან, გაზრებიდან. ჩვენ შემთხვევაში ხელოვნებასა და პოლიტიკას შორის კი არა ადამიანი არ მეგულება დღეს, რომელიც შეიძლება მოცული არ იყოს იმით, რაც დღეს საქართველოში ხდება. ჩემ ძალიან ბევრი მეგობარი არის დაჭერილი, ძალიან ბევრი კოლეგა ძალიან ცუდ დღეში. ერთადერთი რაც უნდა გააკეთო, ეს არის რა თქმა უნდა პროტესტი. პოლიტიკა სახლებში შემოდის. ასე მე ესე ვხედავ. როგორ უნდა დაიჯერო იმ ხელოვანის ხელოვნების, რომელიც ყველაზე გადამწყვეტ მომენტში იქ არ დგას, რაც უნდა იდგეს. ჯანსუღი თვითონ ისე კითხულობდა ლექსებს, რომ ძალიან რაღაც სხვა ემოცია მოდიოდა, მაგრამ მიყვარს ძალიან განშორება, ბებოს მიუძღვნა. შენ უგონია რამეს ვდარდობ, რამეს მივტირი. ნურც იმას ფიქრობ, უზენაეს რამე შევუთქვამ, მე მიჭირ შენთან განშორება, თორემ სიკვდილი რა, სულის გაყრა ცოდულ სხეულთან. ძალიან მიყვარს ეს ლექსი. მე ვცხოვრობ ვენაში და ვენამ ძალიან ბევრი რაღაცა მომცა, რა თქმა უნდა. სხვა პერიოდი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ თბილისის გარეშე არ შემიძლია, ჩემი ადამიანების გარეშე, ჩემი ოჯახის გარეშე ვერ წარმომიდგენია. მე მაინც კატეგორიის მუსიკოს მივეკუთვნები, ალბათ, რომელშიც მუსიკის გარეშე ყოფნა შეუძლებელია, მაგრამ ადამიანი მაინც არის ღერძი ყველაფრის. და მე მუსიკაში თუ მაინც მიყვარს ის რაც მიყვარს იმ ადამიანთან ვაიგივებ, იმ შეგრძნებებთან ვაიგივებ, აქედან გამომდინარე ჩემი დოზა უნდა მივიღო ხოლმე. ამიტომ აქ ხშირად ჩამოვდივარ და ძალიან დიდ სითბოს ვიღებ და გავცემ როგორ შემიძლია.